გამარჯობათ, დღეს მე მინდა ვისაუბრო ბალისტიკური კოეფიციენტის შესახებ. ბალისტიკური კოეფიციენტი ეს არის ტყუის ფრენისას გადალახული წინააღმდეგობა, ოღონდ გადმოცემული ციფრებში. ის იწერება მოკლედ BCT, ანუ პირველი ასოები აღებული ბალისტიკური კოეფიციენტის შემოკლებით არის ეს. მას უწოდებენ როგორც ბეკას, BC-ს და ასე შემდეგ. მე მაგალითად ბეკათი მოვიხსენიებ. ცოტა რომ დავაზუსტოთ, ბეკა განსაზღვრავს იმას, თუ ტყვია ფრენის დროს რამდენად კარგად ჭრის ჰაერს და ინარჩუნებს ენერგიას მანძილებზე. რაც მეტია ეს ციფრი, ეს იმას ნიშნავს, რომ ტყვიას მეტად აქვს წინააღმდეგობის გაწევის უნარი ფრენის დროს. წინააღმდეგობაში კი იგულისხმება გასროლილი ჭურვის წინ დაგროვილი ჰაერის გროვა, ასე ვთქვათ, ბუშტის სახით. ცოტა დეტალურად თუ განვიხილოთ, უბრალოდ წარმოვიდგინოთ მაგალითისთვის 100 კმ/სთ მიმავალი მანქანიდან გადმოვყოთ ხელი და რა წინააღმდეგობას ვიგრძნობთ ხელში. ასევე გადმოვყოთ 300 კმ/სთ-დან და რა წინააღმდეგობა შეიძლება შეგვხვდეს ხელში. 100 კმ/სთ არის 27 მეტრი წამში, 80 მეტრი წამში არის 300 კმ/სთ მიმავალი მანქანა, ვთქვათ სიტყვაზე. ეს სიჩქარები პრემატიკაშიც კი არაფერი არ არის, რომ არაფერი ვთქვათ ცეცხლსასროლ იარაღებში. პრემატიკაში ნორმალური სიჩქარები იწყება 240 მეტრი წამიდან და დაახლოებით 280 მეტრი წამამდეა, აი ამ შუალედში. 240 მეტრი წამში არის 850 კმ/სთ-ში. 280 მეტრი წამში არის 1000 კმ/სთ-ში. ანუ პნევმატიკის ნორმალური სიჩქარეები უდრის კმ/სთ-ებში უკვე დავიყვანოთ სამოქალაქო ჩვეულებრივი საფრენი თვითმფრინავების ჩვეულებრივ სიჩქარეს. დაახლოებით ამ 850-დან 1000 კმ/სთ შუალედში დაფრინავენ. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ იქნა ხელის გადმოყოფა. უხეში მაგალითი მოვიყვანე, ციფრებში გადმოცემული მაგალითი, რა წინააღმდეგობა შეიძლება იყოს ამ სიჩქარით ფრენის დროს. სიჩქარის მატებასთან ერთად წინააღმდეგობა მით მეტად იზრდება. განსაკუთრებით იზრდება 270-დან ზევით სიჩქარეებზე. ეს იმიტომ, რომ ეს არის უკვე ტრანსონიკის ზონა. აქ კიდევ ეტაპობრივად იზრდება წინააღმდეგობა ტყვიისთვის და ყველასთვის კარგად ნაცნობი ხმის ბარიერი და ბგერის სიჩქარე არის 340 მეტრ/წამზე, როდესაც უკვე ფაქტიურად გასროლილი ჭურვისთვის წინააღმდეგობა კედელივით ხდება. ამ სიჩქარეზე უკვე ტყვიასაც უჭირს და ნებისმიერ მფრინავ ობიექტს. ალბათ გინახიათ ინტერნეტში რეაქტიული თვითმფრინავის უკანა მხარეს არსებული თეთრი ბუშტივით, ასე ვთქვათ. ეს ხდება სწორედ ბგერის სიჩქარეზე. საჭიროა რომ გასროლილ ტყვიას ჰქონდეს კარგი ფორმა იმისათვის რომ გადალახოს ეს წინააღმდეგობა. უბრალოდ მაგალითს მოვიყვან კიდევ, ისევ დავუბრუნოთ 100 კმ/სთ მანქანით მიმავალზე, ხელი გადავყოთ და დავიჭიროთ ესე. აქ უფრო მეტი წინააღმდეგობა იქნება, ვიდრე აი აქ ესე. ხშირად გამიგია რომ ბეკას რიცხვში ადამიანები თვლიან მთავარ კომპონენტად ჭურვის წონას. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. მთავარია აქ ჭურვის ზომა და ფორმა, ხოლო ჭურვის წონა უბრალოდ ენერგიის მიმნიჭებლის როლს ასრულებს, ასე ვთქვათ, შეინარჩუნოს ენერგია ტყვიამ, რათა უფრო შორს და სტაბილურად წინააღმდეგობის გაწევის უნარი ჰქონდეს. ჭურვის წონა არაფერია, თუ მას არ აქვს კარგი ბალისტიკური ფორმა. კარგმა ბალისტიკურმა ფორმამ, ოღონდ მსუბუქმა შეიძლება ბეკას შეაჯობოს
მძიმე, ოღონდ ნაკლებად უკეთესმა ფორმამ, ასე ვთქვათ. ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს. წინააღმდეგობაში კიდევ იგულისხმება ქარი, რაც მეტია ბეკა, მით მეტია შესაბამისად ქარის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა. ასევე ბეკას მაღალი ციფრი ნიშნავს ნაკლებ ტყუის ვარდნას და შორს ფრენას. მისი რიცხვის განსაზღვრისას მნიშვნელობა აქვს ზღვის დონეს ტენიანობას, ატმოსფეროს წნევას და ასე შემდეგ. ამიტომაც შორს სროლის დროს საუცილებლად ითვალისწინებენ ამ ფაქტორებს. ბეკას რიცხვი პნევმატიკის შემთხვევაში და ხრახანლიანი ცეცხლსასროლის შემთხვევაში განსხვავებულია. პნევმატიკის შემთხვევაში არის 0.02-დან 0.06-მდე გააჩნია კალიბრს. ხრახანლიანის შემთხვევაში 0.1-დან ზევით არის. ამ ციფრებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა, მაგალითად 0.02-დან 0.03-მდე არის 4.5 კალიბრის პნევმატიკა, 0.05-დან 0.06-ის ფარგლებში არის უკვე ბევრად ძლიერი 6.35 კალიბრის პნევმატიკის ბეკას მაჩვენებელი. ეს მიასაიდები ცოტა არ მოგეჩვენოთ, საკმაოდ სხვაობა არის. კიდევ ერთი მომენტი, რომ ავიღოთ მაგალითად ტყვია და მოვაკლოთ რაღაცა პროცენტულობით წონა, მისი ბეკას რიცხვით იგივე პროცენტულობით მოაკლდება. მაგალითად 2 გრამიანი ტყვია 20% რომ შევამსუბუქოთ, მის ფორმებიდან გამომდინარე, ვთქვათ, მოდი ესე, გახდება 1.6 გრამი. ბეკაც იგივე ტყვიას რომ მქონდეს 0.15, 20%-ის მოკლების შემთხვევაში გახდება 0.12. როგორ გავზომოთ ბეკა? ამისათვის დაგვჭირდება ტყვის საზომი აპარატი, ქრონოგრაფი. აქ პრინციპი არის ის, რომ ჯერ გავიგებთ ტყვის საწყის სიჩქარეს, შემდეგ გადავალთ მანძილზე სამიზნესთან და იქაც გავიგებთ ტყვის სიჩქარეს. რა განსხვავებაც იქნება საწყის სიჩქარესა და სამიზნეს სიჩქარეს შორის, სპეციალური საიტების მიხედვით შეგვიძლია გამოთვალოთ ბეკას რიცხვი. ამ საიტებს აღწერაში დავაგდებ. მანძილებს რაც შეეხება, პირველი ქრონოგრაფი თავისთავად ლულასთან უნდა იყოს, ნულოვან მანძილზე ასე ვთქვათ, ხოლო სამიზნე უნდა იყოს სასურველია პნევმატიკისთვის 40-დან 80 მეტრის ფარგლებში, აი 30 მეტრიდან ზევით, ხოლო ცეცხლსასროლზე ალბათ 100-200 მეტრიც საკმარისი იქნება. ერთ მანძილზეც გაზომა საკმარისია, მაგრამ სასურველია რომ გაიზომოს 3 მანძილზე, მაგალითად, ან 2 მანძილზე. მაგალითად 40 მეტრზე, 60-ზე და 80-ზე და ცეცხლსასროლის შემთხვევაში, რა ვიცი, 100, 150, 200 ალბათ, როგორც მოხერხდება. საბოლოოდ დასკვნის სახით რომ თქვა, ბეკა ეს არის ციფრებში გადმოცემული ტყვის წინააღმდეგობის გადალახვის უნარი. უბრალოდ მარტივად რომ თქვათ, არის ჰაერი, ჩვეულებრივი, ამ ჰაერს ტყვის ფრენის დროს აქვს სხვადასხვა კუმშვა, ასე ვთქვათ, და აი ეს კუმშვა და წინააღმდეგობა უნდა გადალახოს ტყვიამ რაღაცნაირად. სწორედ აი ეს არის ბეკა. ეს იგულისხმება ამაში. სწორედ ამ გადალახვის ციფრებში გადმოცემა არის ბეკა. იმისათვის რომ გქონდეს კარგი ბეკა, საჭიროა კარგი ბალისტიკური ფორმა და ზომა ტყვის, ჭურვის და არა მაგალითად მისი წონა. წონა არ არის მთავარი. ასევე მნიშვნელოვანია ზღვის დონიდან სიმაღლე, ტენიანობა, ატმოსფერული წნევა. ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ ბეკას რიცხვი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სიჩქარი, რა საწყისის სიჩქარით გაისვრით ჭურს. მაგალითად 250-ზე სხვა არის, 290-ზე სხვა არის, 350-ზე სხვა, 400-ზე სხვა და ასე შემდეგ. სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ.